ეთერში გადაცემა ბიზნესის დრო სტუდიაში თეაშველიძე მუშაობს მოგესალმებით. ახალი საბიუჯეტო კალენდარი დღეს მთელი დღის განმავლობაში პარლამენტი 2013 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტს განიხილავს და დღესვე უყრის კენჭს. ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია უმცირესობას, რომელმაც საპარლამენტო საქმიანობაზე ბოიკოტი გამოაცხადა. როგორც ქართული ოცნების 2013 წლის ბიუჯეტი და რამდენად ასახულია დოკუმენტში ის დაპირებები, რომელიც მმართველმა გუნდმა წინასაარჩევნო დგასა. ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ქუთაისიდან ჩვენ გვექნება ჩართვა და ამაზე გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ დღეს ორთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა და ამავე დროს ისაუბრა 2013 წლის სამოქმედო გეგმაზე. ჩვენი გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ დავით ნარმანია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ბატონ დავით, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, საღამომშვიდობისა, მივესალმები მეცხრე არხის მაყურებლებს. ბატონ დავით, სანამ თქვენს სამოქმედო გეგმაზე და ასევე იმ სამუშაოებზე ვისაუბრებდეთ, რომელიც თქვენი მინისტრობის დროს გაწიეთ, მოდით მე არ შემიძლია არ კითხოთ ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა პრეზიდენტის მხრიდან, რომ გარკვეული შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ მან მმართველ ძალას უწევდა მგრეველთა გუნდი და განაცხადა, რომ გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე შეჩერებულია, იგივე რუსთავის გზის მშენებლობა. ძალიან უჩვეულოდ დაემთხვა დღევანდელ დღეს პრეზიდენტის განცხადება და ჩვენი ერთი კვირის წინ დაგეგმილი პრეზენტაცია. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ჩვენი სამინისტროს 2013 წლის გეგმებზე და განსახორციელებელ პროექტებზე, ძირითად მიმართულებებზე 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 180 მილიონი ლარით მეტის დახარჯვაა დაგეგმილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. ყველა ძირითადი საგზაო სამუშაო, რაც იყო დაგეგმილი, მათ შორის რუსთავი-თბილისის გზის მშენებლობა 2013 წელს გაგრძელდება. ზოგიერთი თვალსაზრისით ჩვენ გეგმა 2014 წლის ბოლომდეც კი გვაქვს გაწერილი. მაგალითად 2013 წელს საგზაო სამუშაოებზე 501 მილიონი ლარი დაიხარჯება. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 180 მილიონი ლარი დაიხარჯება. წყლის სისტემის მოწესრიგებაზე 130 მილიონი ლარი დაიხარჯება. დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე და იქ ყოფითი პირობების მოწესრიგებაზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯება. დეტალებში მე ვეღარ შევალ გამომდინარე გადაცემის ფორმატიდან და დროის სიმწირიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მარტივად სცემს პასუხს საქართველოს პრეზიდენტის დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩვენ გრევას კი არ ვაპირებთ, არამედ ვაპირებთ მშენებლობას და იმაზე უფრო მეტის მშენებლობას, ვიდრე ეს 2012 წელს ხდებოდა. 2012 წელს დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე რჩება დაუხარჯავი ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში, იმიტომ რომ მეორე-მესამე კვარტალში გამომდინარე წინასაარჩევნო ეიფორიიდან და გამომდინარე იქიდან, რომ კოორდინაცია ჭირდა პროექტები, ძალიან ბევრი პროექტები დროში ვერ ჩაეტია, ბევრი ვალდებულება იქნა აღებული და აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ეფექტიანობა შემცირდა და ხარისხი შემცირდა. რაც შეეხება კონკრეტულად რუსთავი-თბილისის გზის მონაკვეთს, მე დეტალურად მინდა ავხსნა ამ პროექტთან დაკავშირებული საკითხები. დონორ ორგანიზაციასთან, აზიის განვითარების ბანკთან შესაბამისი შეთანხმება მიღწეულია. სამუშაოები ჯერ კიდე წინა ხელისუფლების პირობებში იყო დაწყებული. დაახლოებით 17 მილიონი ლარი არის დახარჯული განსახლებაზე, იქ მიწების გამოსყიდვაზე და სხვადასხვა სამუშაოებზე. მაგრამ კომპანია, რომელიც ტენდერში იყო გამარჯვებული, იყო ერთ-ერთი პრობლემური კომპანია New Energy, რასთან დაკავშირებითაც მე თქვენს ეთერშიც მქონდა საუბარი. ამ კომპანიას ძალიან ბევრ პროექტებზე ჰქონდა პრობლემები ჩვენ სამინისტროსთან მიმართებაში და არა მხოლოდ ჩვენ სამინისტროსთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ამ კომპანიამ ვერ შეძლო ჯეროვნად დაეწყო იქ სამუშაოები და შესაბამისად მუნიციპალური ეს არის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ყველაზე ხშირად იმარჯვებდა. ეს არის კომპანია, რომელიც ყველაზე ხშირად იმარჯვებდა ტენდერებში. ეს არის კომპანია, რომელსაც 12 პროექტი ჰქონდა ჩვენი სამინისტროდან, კიდე სხვა სამინისტროებიდან ჰქონდა ასევე ხელშეკრულებები გაფორმებული და რომლის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე 15 მილიონ ლარზე მეტი იყო. შესაბამისად, ამ კომპანიამ ვერ შეძლო გარკვეული სამუშაოების დროულად დაწყება, განხორციელება და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჯერ კიდე მისი წინა ხელმძღვანელის პირობებში საბანკო გარანტია 1.2 მილიონი ლარი, რაც უზრუნველყოფისთვის იყო გაკეთებული, წამოიღო უკან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვდგევართ დილემის წინაშე, რომ
გავაგრძელოთ პროექტი გრძელდება, უბრალოდ დღეს იქ ტრაქტორი არ მუშაობს. ორი გარემოებიდან გამომდინარე. პირველი გარემოება ეს არის ის, რომ ტრაქტორი ესეთ ამინჯი ვერ იმუშავებს და ეს იქნება არაეფექტიანი. ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლების ძალიან ბევრი პროექტი და პროგრამა უამინდობაში გაკეთებული, რაც ძალიან რთული ხარისხის და მძიმე ხარისხის მქონეა დღეს და ბევრი ვიღაცები ჩივიან ამასთან დაკავშირებით, რომ უამინდობაში დააგებინეს მათ გზები. მეორე, გარკვეული პროცედურული დებულებები არის იმასთან დაკავშირებით გასაკეთებელი, რომ ახალი შემსრულებელი გამოვლინდეს აქ და ახალ შემსრულებელთან გაფორმდეს კონტრაქტი. სამ მონაკვეთად არის დაყოფილი ეს გზა, პირველი მონაკვეთი, მეორე, მესამე მონაკვეთი. კი, ამ პროცედურებს გავდივართ ჩვენ ახლა ზუსტად მუნიციპალური განვითარების ახალ ხელმძღვანელობასთან და დონორ ორგანიზაციასთან ერთად. ეს არ არის ჩვენი შესყიდვების კანონმდებლობით გაფორმებული და პროცედურები, ეს არის მსოფლიო ბანკის პროცედურების შესაბამისად, რადგანაც საერთაშორისო წყაროდან ფინანსდება, ანუ უცხოური კრედიტით ფინანსდება. პირველი მონაკვეთი, მეორე და მესამე მონაკვეთი. სამ მონაკვეთად არის დაყოფილი, დაახლოებით ეს არის 80 მილიონი ლარი, 80 მილიონ ლარზე ოდნავ მეტი. პირველ მონაკვეთთან დაკავშირებით არსებობს გეგმა, მესამე მონაკვეთთან დაკავშირებით არსებობს, მეორე მონაკვეთი ეს არის პრობლემური მონაკვეთი, ანუ სადაც ყველაზე მეტი დასახლებაა ფუნიჭალის ტერიტორიაზე, სადაც სამი სხვადასხვა ვარიანტია, სად უნდა გაიაროს გზამ და დამატებით შესწავლა ხდება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვინდა თავიდანვე დარღვევებით დავიწყოთ პროექტი, იმიტომ რომ მერე შეიძლება ძალიან ბევრი საჩივრები იყოს, ჩვენ გვინდა თავიდანვე მოწესრიგებული იყოს დოკუმენტაცია და შემდგომ გავაგრძელოთ. ანუ რუსთავის გზა, როგორც ვიხდით, კი არ შეჩერდა, არამედ დროებით არის გაჩერებული. მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის გაჩერებული, უბრალოდ წინა ხელისუფლების პირობებში დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია ერთ მდგომარეობა, რა მდგომარეობას დღეს არის, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო და შიშის ზარი, ასე ვთქვათ, ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყო ასე ვთქვათ ასატეხი. დღეს მით უმეტეს იმ დარბაზში მჯდომი ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადო, რომ იცოდა ამის შესახებ და იცოდა ჩვენი დამოკიდებულებაც, რომ ეს გზა რა თქმა უნდა გაგრძელდებოდა. ჩვენ არც ერთი გზის პროექტზე უარი არ გვითქვია. ჩვენ თქვით უარი ლაზიკის მშენებლობაზე, იმიტომ რომ ვერ დავინახეთ იქ ვერც პროექტი, ვერც макеტი, ვერც ნახაზი, ვერც ფული რითი უნდა აშენებულიყო. ლაზიკაზე როგორც სპორტზე რა თქმა უნდა მიმდინარეობს შესაბამისი უწყებების მხრიდან მოლაპარაკებები ინვესტორებთან და თუ იქნება იქ დაინტერესება, რა თქმა უნდა ლაზიკა როგორც საპორტო ტერიტორია, როგორც ჩანს არის საინტერესო. ინვესტორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუ არის პროცესი დაწყებული იგივე ახალი პროექტის დადებასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც სპორტის სახე მიეცეს ლაზიკას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ მუშაობთ ამაზე, ეკონომიკის სამინისტრო და საპარტნიორო ფონდი აგრძელებენ მუშაობას, სადაც ჩვენი ჩართვა იქნება საჭირო, რა თქმა უნდა ეს ისედაც მათი უფლებამოსილება იყო, იმიტომ რომ პორტებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ქვემდებარე საკითხი და ისინი მუშაობენ ამ საკითხებზე. ბატონ დავით, ბოლომდე რომ გავცოთ კითხვას პასუხი, რომელი პროექტები გაგრძელდება და რომელი შეჩერდება? ყველა პროექტი გაგრძელდება და იმაზე მეტი მოცულობით, ვიდრე ეს იყო 2011 და 2012 წელს. ჩვენ გზების მშენებლობაზე უფრო მეტი მონაკვეთების და უფრო მეტი კილომეტრაჟის გაკეთებას ვაპირებთ, ვიდრე 2012 წელს გაკეთდა. 25 მუნიციპალიტეტში დამატებით მოწესრიგდება წყალმომარაგება, წყლის სათავე ნაგებობები, შესაბამისი გაყვანილობები და წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. 2013 წელს პირველად ჩვენ ვიწყებთ ნაგავსაყრელების მართვას. ეს არის ახალი ფუნქცია, რომელიც დამატებული აქვს ჩვენს სამინისტროს 2012 წლის მაისიდან მყარი ნარჩენების თემა, იმიტომ რომ აბსოლუტური უმეტესობა მუნიციპალიტეტებისა და იქ არსებული ნაგავსაყრელებისა, მუნიციპალიტეტებში არსებული ნაგავსაყრელებისა არის ქაოტური, სადაც ელემენტარული პირობებიც არ არსებობს, იქ თავისუფლად შედიან ადამიანები, ცხოველები და ასე შემდეგ, ამიტომ გადაუდებელ ღონისძიებებს აბსოლუტურად უმეტესობა. გარდა ასე ვთქვათ თბილისისა და რუსთავისა, რომლებიც არ შემოდის ჩვენი სახელმწიფო ნარჩენების მართვის კომპანიის მართვის ქვეშ. კი ბატონო, ქუთაისი აიღეთ, აჭარა აიღეთ ზუგდიდი, აიღეთ გორი, აიღეთ თელავი და ასე შემდეგ. პლუს გვაქვს ახალი ინიციატივები და ახალი მიმართულებები. მაგალითად ვთქვათ, საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალი არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ დასავლეთ საქართველოშიც ინტენსიურად
ხორციელდება იქ სამუშაოები, დაწყებული იყო ზესტაფონი ქუთაისის მონაკვეთი და ამას აქტიურად ვაგრძელებთ და პარალელურ რეჟიმში სამტრედია გრიგოლეთზე მიმდინარეობს ამჟამად პროექტირება, ევროპის საინვესტიციო ბანკთან შეთანხმება მიღწეულია და იმ მონაკვეთზე დამატებით სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. დასრულდება ქობულეთის შემოვლითი გზა 2013 წელს. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივად შეუძლია ჩვენს ტელემაყურებელს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე და ჩვენს დღევანდელ პრეზენტაციაზე დაყრდნობით გააკეთოს თავისი გაგამოთქვას თავისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რას აპირებს. გასაგებია, დიდი მადლობა. ჩვენ იმ გეგმებზე, რომელიც თქვენ გააქვთ 2013 წლისთვის, აუცილებლად ვისაუბრეთ დღევანდელ გადაცემაში, თუმცა ჯერ სარეკლამო პაუზის დროა. გადაცემა ბიზნესის დრო კლავ ეთერშია. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს, ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია. ბატონ დავით, თქვენ მეტნაკლებად შეეხეთ უკვე ისაუბრეთ სამომავლო გეგმებზეც, მაგრამ ამაზე ჩვენ მოგვიანებით კიდევ გავაგრძელებთ საუბარს, თუმცა თქვენ დღეს გქონდათ საკუთარი მიმდინარე სამუშაოების პრეზენტაცია, ანუ რა სამუშაოები გაწიეთ ამ 2 თვის განმავლობაში, საკმაოდ ხანმოკლე პერიოდია იმისათვის, რაც თქვენ მინისტრი ბრძანდებით, რამდენად წარმატებული იყო, როგორ ფიქრობთ თქვენი საქმიანობა? ამას სხვებით შეაფასებენ მოგვიანებით, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ? შეაფასონ, მე უბრალოდ ვიტყვი რა გავაკეთეთ ამ 2 თვის განმავლობაში. და რა ვერ გააკეთეთ, ესეც გითხარით. მაგასაც გერბით. პირველ რიგში გავაკეთეთ ის, რომ დეტალურად დავიწყეთ შესწავლა ყველა იმ დოკუმენტაციისა, რაც მიმდინარე პერიოდში არსებობს ჩვენს სამინისტროში და ის კონტრაქტები, რომელთა საფუძველზეც ანგარიშტორება ხდება სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებთან. სადაც პერიოდულად სამუშაო რეჟიმში გამოჩნდებოდა ხარვეზები, დარღვევები, რასაც ჩვენ თვლიდით, რომ ცდილდებოდა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს და გადაეცემოდათ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. მეორე, მოვამზადეთ დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი. ეს ერთ-ერთი თქვენი გეგმებში. ეს არის ჩვენს გეგმებში ერთ-ერთი მსხვილი მიმართულება, იმიტომ რომ კოალიცია ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში იყო ძალიან მკაფიოდ მინიშნება ამაზე და მეორე მხრივ საქართველოს მთავრობის პროგრამაში, რომელიც 25 ოქტომბერს დამტკიц და მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, იქაც საკმაოდ მსხვილი ბლოკი ეთმობა იმას, რომ ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირება. სტრატეგიის ძირითადი მონახაზი არის გაკეთებული, რომელზეც ჩვენ კონსულტაციები ჰქონდა ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ამას ვამუშავებდი საქართველოს პარლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებთან. ახლა უკვე დაიწყება ამის განხილვა. ჯერ კანონ პროექტი არა, ჯერ არის სტრატეგიის დოკუმენტი. ეს არის ადგერზე მეტი დოკუმენტი, ანუ ძირითადი ხედვები როგორ უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობა, როგორ უნდა იყოს მეტად ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი ევროპულ ხარტიასთან, რა თქმა უნდა, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი ევროპულ ხარტიასთან შესაბამისობაში მოყვანილი და ასე შემდეგ. მესამე რაც გავაკეთეთ, ეს არის ჩვენი სამინისტროს 2013 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ თვითმმართველობის რეფორმის მიმართულებებთან ერთად მოიცავს რამდენიმე მსხვილ ბლოკს. მე თუ დრო მომეცემა ჩავყვები შემდეგ ძირითად საკითხებს. ბატონ დავით, სანამ გავაგრძელოთ ამ თემას საუბარი, მაგრამ მაინტერესებს ეს თვითმმართველობების შესახებ კანონი. ჩვენ დაახლოებით 1 წელიწადში გვაქვს თვითმმართველობების არჩევნები. 2014 წლის ეს მანამდე შევაძალაში თუ ჩვენ ცალკე შევიმუშავებთ სოფლის შესახებ კანონს, ცალკე შევიმუშავებთ მაღალმთიანი და ესეთი გარკვეული ეგრეთ წოდებული დეპრესიული რეგიონების შესახებ კანონმდებლობას, იმიტომ რომ მათ ცალკე მიდგომები ჭირდებათ. სოფლებთან მიმართებაში ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთება სოფლების პრიორიტეტების შერჩევის კრიტერიუმები, როგორ უნდა ჩატარდეს სოფლის კრებები, სოფლის პროგრამები და ასე შემდეგ, როგორ უნდა განხორციელდეს ამ სოფლებში, როგორ უნდა ჩაერთოს სოფლის მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ ვიღაცამ ზემოდან არ მოახვიოს მას გარკვეული გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე იქნება მუშაობა, პლუს პარალელურად იანვრიდან სამუშაო ჯგუფები იმუშავებენ თემატური მიმართულებებით, როგორიც არის ფინანსები და ქონება, უფლებამოსილებების გამიჯვნა, ადმინისტრაციული ზედამხედველობა და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა ჩვენ უნდა მოგცეს დაახლოებით 6 თვეში უკვე სრული
სისტემის შესახებ ინფორმაცია და პარალელურად კანონ პროექტები გაგზავნილი იქნება საქართველოს პარლამენტში განსახილველად და გაგრძელდება მუშაობა დეცენტრალიზაციის მიმართულებით. გასაგებია, დღეს მთელი დღის განმავლობაში განიხილავდნენ პარლამენტში ბიუჯეტს. თქვენ სამინისტროს 900 მილიონი დაახლოებით 900 შეიძლება ცოტა მეტი 901 მილიონი ლარი არის გამოყოფილი. აი ამ რამდენად საკმარისია რესურსი იმისათვის რომ ის პროექტები განახორციელოთ, რა თქმა უნდა დონორი ორგანიზაციების წილიც შემოდის ინფრასტრუქტურა საკმაოდ დიდია. რამდენად საკმარისია 901 მილიონი ლარიდან 484 მილიონი არის დონორების დაფინანსება, ანუ კრედიტი, მოდი ესე ვიტყვი, ანუ ნახევარზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები სასწორედ კრედიტებით ხორციელდება, ამიტომაც ჩვენ 2013 წელს ამ პროექტების ეფექტიანობის გაზრდაზე ვიზრუნებთ და ვიმუშავებთ. ერთის მხრივ ეს დაკნობილი იქნება იმაზე, რომ შესყიდვების განაცხადები იყოს უფრო მეტად მკაფიო, უფრო მეტად დეტალური, იყოს უფრო მეტი კონკურენცია შესყიდვებში და მეტმა კომპანიებმა წარმოადგინონ სატენდერო დოკუმენტაცია. მეორეს მხრივ პერიოდულად მოვახდენთ შესრულებული სამუშაოს შეფასებას, რამდენად დროში ეს ყველაფერი დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და მესამე ხარისხის შემოწმებას უფრო ინტენსიურად დავიწყებთ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მეშვეობით, რა თქმა უნდა, იმისათვის რომ განსაკუთრებით კრედიტებით მიღებული პროექტები, ისევე როგორც საბიუჯეტო სახსრებით. რამდენია სულ დავით, საკმაოდ საინტერესო ციფრი იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ეს შეღავათიანი კრედიტები, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პირობებით თითოეული მაგრამ სხვადასხვა პირობებით არის, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან არის, ყოველწლიურად ეს არის 400 მილიონ ლარზე მეტი, 400, 450, მომდევნო წელს 484 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. გრანტის კომპონენტი შედარებით მცირეა, სულ 74 მილიონი ლარია, საიდანაც 72 მილიონი ლარი იძულებით გადაადგილებული პირების ხარდა. არა, ძალიან მცირე ნამდვილად არ არის, მაგრამ ჯამურ ბიუჯეტთან შედარებით. კი, ეს იძულებით გადაადგილებული პირების ხარდაჭერის კომპონენტზე მიდის, ანუ დევნილთა სასახლების მშენებლობა, იქ ანუ ესეც თქვენ დაქვემდებარებაში შემოდის. ჩვენ დევნილთა სამინისტროსთან კოორდინაციით სამშენებლო სამუშაოებს ვასრულებთ. ხოლო რაც შეეხება წმინდა საბიუჯეტო სახსრებს, 151 მილიონი ლარით არის განსაზღვრული წმინდა საბიუჯეტო სახსრები. ეს არის უცხოური პროექტებით დაფინანსებული პროექტების თანადაფინანსება, ასევე აქვე შედის რამდენიმე მილიონი ლარი ცენტრალური აპარატის შენახვა სამინისტროსი, ისევე როგორც გზების დეპარტამენტის და ჩვენი დაქვემდებარებული სამსახურების აპარატების შენახვის ხარჯები. ჩვენ წელს პირველად როგორც კი ბიუჯეტი დამტკიცდება, ჩვენი სამინისტროს ვებგვერდზე გამოვაქვეყნებთ იმ პროექტების და პროგრამების ნუსხას, რომელთაც 2013 წელს განვახორციელებთ. მათ შორის რომლებიც დაწყებულია და გარდამავალია და ისინი, რომლებიც ახლა იქნება ინიცირებული. მე რაზეც ვსაუბრობდი, ანუ წყლის მიწოდების სისტემის გაუმჯობესება საკმაოდ ბევრ მუნიციპალიტეტებში, რა თქმა უნდა, დამატებით ავტომაგისტრალის მონაკვეთების მშენებლობა დასავლეთ საქართველოში, მუნიციპალური განვითარების თვალსაზრისით, რომელიც შენდება, იმას კიდევ დაემატება იმის დამატებით სამტრედია გრიგოლეთის მონაკვეთზე მაგ ამ შემთხვევაში საუბარი. ყველა ამ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ საჯაროდ. პლუს ბიუჯეტი ჩვენ წელს დეტალურად ჩავშალეთ, რაც შეიძლება რომ გამჭვირვალობა უზრუნველყოთ ამით და მომდევნო წლის განმავლობაში, როცა დამატებით იქნება ბიუჯეტზე მუშაობა და დაიწყება მუშაობა ასევე 2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე, უკვე ყველა პროექტი და პროგრამა აუცილებლად უნდა ავსახოთ ბიუჯეტში, რომ ამით გამჭვირვალობა დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი ბატონ დავით, მანამდეც გქონდა რა თქმა უნდა ამის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ დღეს ოფიციალურად თქვენ დაადასტურეთ ის, რომ სამინისტრომ ერთი წლით, ანუ აღარ გაუქმდება რეგიონული და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო, გააგრძელებს საქმიანობას კიდევ ერთი წლით. ესე იგი, საუბარი არის ზოგიერთი პროექტის გადაცემაზე, მათ შორის მე გამოვყოფდი მარაბდა კარწახის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით, შესაბამისი შეპესე, რომელზე ზედამხედველობასაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებდა, ის გადაეცემა საპარტნიორო ფონდ. ჩვენთან შიგნით გვექნება გარკვეული სტრუქტურული ოპტიმიზაცია და კადრების ატესტაცია, ამას მოქმედი კანონმდებლობა ითხოვს და აუცილებელია ამის განხორციელება და ეფექტიანობის გაზრდისათვის არის ასევე მნიშვნელოვანი. სხვა თვალსაზრისით ძალიან ბევრი გარდამავალი პროექტი გადმოყვა ჩვენ 2012 წლიდან
13 წლისთვის და ამ პროექტებს ჭირდება შესაბამისად გაგრძელება, ძალიან ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე, ანუ ფუნქციურად საკმაოდ დატვირთული მიმართულებები გვაქვს, ისევე როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს ძალიან ბევრი მიმართულებები, ამიტომაც დროებით დღის წესრიგიდან ეს საკითხი მოიხსნა. ყველაზე ესეთი დროებით ეს ნიშნავს ერთი წლის მერე შეიძლება კიდევ დადგეს დღის წესრიგში სამინისტროს გაუქმების საკითხი? ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ეს დამოკიდებული არის. განცხადება ახლა შეიცვალა ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ მიხვდნენ, რომ ეს სამინისტრო საკმაოდ დიდი სამინისტროა და საკმაოდ მნიშვნელოვან მსხვილ პროექტებს ახორციელებს. თუმცა გარკვეულ ფუნქციებს მაინც როგორც თქვენ აღნიშნეთ, გადასცემთ ეკონომიკის სამინისტროს. და ეს გვაქვს ჩვენ ინტენსიურად მუშაობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და არის ზოგიერთი რაღაცეები, რაშიც კვეთა გვაქვს, არის ზოგიერთი რაღაცეები, რაშიც ასე ვთქვათ, ჩვენგან რაღაცეების მათთვის გადაცემა არის მნიშვნელოვანი, არის პირიქით საკითხებიც, რასაც ყოველდღიურად, ყოველკვირეულად სამუშაო რეჟიმში ვიხილავთ, თანხმდებით რას შემიძლია. ყველაზე მსხვილი პროექტი, რომლის დაწყებაც იგეგმება მომავალ წელს. ყველაზე მსხვილი პროექტი, რომლის დაწყებაც იგეგმება მომავალ წელს, ეს არის რა თქმა უნდა ავტომაგისტრალის შესაბამისი მონაკვეთების გაგრძელება დასავლეთ საქართველოში, პლუს წყლის პროექტები, რაზეც ვსაუბრობდი მე, ესეც დამატებით მოლაპარაკების საგანია და ასე ვთქვათ, დამატებით მუნიციპალიტეტებში მოწესრიგდება წყლის სისტემა, საშუალო და მცირე პროექტები, ბევრი გვაქვს, რომლებიც იქნება ინიცირებული და განხორციელებული 2013 წელს. დღეს თქვენ გქონდათ საკუთარი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია, ამაზე უკვე ვისაუბრე, რომელსაც ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, ასევე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. რამდენად ინტენსიური იქნება თანამშრომლობა დონორებთან და იგეგმება თუ არა დამატებითი სახსრების მოზიდვა ამ პროექტებისთვის, გარდა ამ ეს 400 თქვენ ახსენებთ 400 მილიონი. ეს უკვე დაკონტრაქტებული თანხა 484 მილიონი, ეს არის აბსოლუტურად დაკონტრაქტებული თანხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, იმიტომ რომ დონორებთან სახელმწიფო დონეზე მომლაპარაკებელი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ჩვენ ვართ განმახორციელებლები, ამიტომ ამ კონტექსტში ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. დონორი ორგანიზაციები რამდენიმეა, მათ შორის მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოება, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევროკავშირი, USAID და ასე შემდეგ. პრაქტიკულად საქართველოში წარმოდგენილ ყველა დონორ ორგანიზაციასთან ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. კვირა ისე არ გავა, რომ მე 4-5 დონორს არ შევხვდე და არ გავცვალოთ ინფორმაცია, მოსაზრებები, არ ვიკამათოთ ცალკეულ საკითხებზე, ასევე ჩემი მოადგილეები, პლუს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მუნიციპალური განვითარების ფონდის, წყლის კომპანიის ხელმძღვანელობა, ანუ ძალიან აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში ვართ საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, ისევე როგორც საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და MSLČ-ებთან, რომელთა ქვეყნებსაც წარმოადგენენ შესაბამისი დონორი ორგანიზაციები, თუ რაიმე განსახილველი საკითხია ვიხილავთ ერთად, ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს და ასე შემდეგ. აქ რაიმე სახის, ასე ვთქვათ, შეფერხება არ ყოფილა, იყო მსჯელობა, იყო დისკუსია და ასე შემდეგ. მე ამ იქიდან გამომდინარე, საკმაოდ ხშირად კეთდება განცხადებები იმის შესახებ, მე ისევ იმ თემას დავუბრუნდები, რომელთაც დავიწყე იმის შესახებ, რომ გარკვეული პროექტები გაჩერდა, თქვენ გააკეთეთ განმარტებები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ის ფაქტი, რომ მუდმივად ხდება დეკლარირება, განცხადებების გაკეთება იმის, რომ რაღაც პროექტი გაჩერდა, ეს ამან ხო შეიძლება უარყოფითი ასახვა. თემა ჭირდება, როგორც ჩანს ოპონენტებს და აქედან გამომდინარე ეძებენ ისინი თემებს. თან იციან, რომ ზამთრის პერიოდში გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩერდება, ხო, ზამთარში გზის დაგება და რაღაცეების კეთება არის წარმოუდგენელი, მაგრამ გაზაფხულიდან ძალიან ფართოდ გაიშლება ფრონტი და ისე დაწყდებიან, მაგრამ
მე მგონი უფრო მეტად ხო არა მე კითხვა მინდოდა რა კუთხით წამეყვანა რომ დონორი ორგანიზაციების განწყობაზე ხომ არ აისახება ესეთი არანაირად არ აისახება ძალიან ბევრი დაინტერესებული კომპანია მოდის ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო და საინვესტიციო სააგენტო ხვდებიან ინფრასტრუქტურაში ვისაც უნდა მონაწილეობა ისინი მოდიან და ჩვენ ვეუბნებით და უხსნით მათ სატენდერო პირობებს ვეუბნებით რომ ძირითადი ტენდერები დაიწყება უკვე მომდევნო წელს ახალი ინიცირებულ პროექტებთან დაკავშირებით, ასე რომ რაიმე სახის უკმაყოფილება, რაიმე სახის უარყოფითი მესიჯი, ინფორმაცია მათთან ურთიერთობაში ჩვენგან არ გასულა, იმიტომ რომ ამის საბაბი და საფუძველი არ არსებობს. გასაგებია, დიდი მადლობა. გადაცემაში სარეკლამო პაუზის დროს ჩვენ სარეკლამო პაუზის შემდეგ დავბრუნდებით. გადაცემა ბიზნესის დრო კლავ ეთერშია. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია. ბატონ დავით, რახან ჩვენ საუბრობთ თქვენ ერთ-ერთი თქვენი ძირითადი მიმართულება საქმიანობის 2012 წელს, ანუ წელს ბოლო პერიოდში იყო სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის თუ რა ვითარებაში ტარდებოდა ტენდერები და რა იყო ძირითადი დარღვევები. თქვენ თვითონ როგორ აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას? აი რატომ უნდა გქონდეს საზოგადოებას ნდობა რომ ის ტენდერები რომელიც მომავალში ჩატარდება იქნება სამართლიანი? პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რაც მე ვახსენე უკვე, ანუ თავიდანვე ვაპირებთ ჩვენ გამოვაქვეყნოთ ის პროექტები და პროგრამები, რაც განხორციელდება 2013 წლის განმავლობაში. იმისათვის, რომ კომპანიები, რომლებიც არიან პოტენციური პარტნიორები და რომელთაც უნდათ სატენდერო პროცედურებში მონაწილეობა მიიღონ, თავიდანვე იცოდნენ მათ ამის შესახებ და ნელ-ნელა დაიწყო მზადება, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ვადები იყო მოკლე და იყო გარკვეული კომპანიების მხრიდან საფუძვლიანი და სამართლიანი ინფორმაცია და საჩივრები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ვერ ასწრებდნენ მონაწილეობის მიღებას, განსაკუთრებით უცხოური კომპანიები და შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი მაღალი დონის ოფიციალურ შეხვედრაზეც კი ჩვენი მინისტრის პირველ მოადგილესთან იყო ამასთან დაკავშირებით საუბარი ბოლო ვიზიტის დროს. ხანმოკლე პერიოდში გამოცხადება და შერჩევა ერთი. მეორე ჩვენ ვნახეთ რომ ზოგიერთ შემთხვევაში ხარჯთა აღრიცხვებში საბაზრო ფასზე მაღალი ფასები იყო სამშენებლო მასალებისა, რაც დაუშვებელია. აქედან გამომდინარე დეტალურად მოხდება ხარჯთა აღრიცხვების შესწავლა, აუდიტის სამსახური გავაძლიერეთ ჩვენ იმისათვის, რომ პერიოდულად მოხდეს ასევე დოკუმენტაციის აუდიტი და მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ იქნება ეს პროცედურები. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი ჩართული ყავს და ვთხოვეთ მათ რეფორმირების მიმართულებებზე მუშაობა, ნარჩენების მართვის კომპონენტებზე მუშაობა, ასევე ის ნარჩენების თემა რატომ არის ესეთი აქტუალური? აქტუალურია, იმიტომ რომ ერთ-ერთი პრობლემურია მუნიციპალური სერვისებიდან. თქვათ, გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, ბიუჯეტიდანაც მე როგორც 100 მილიონზე მეტი სწორედ ნარჩენებზეა გამოყოფილი, როგორც მე მახსოვს. არა, 100 მილიონზე მეტი არა, 12 მილიონი ლარი იქნება მომდევნო წელს ნარჩენების მართვის საკითხებზე, უბრალოდ ნაგავსაყრელების მოვლა პატრონობაზე, ხოლო დაგვადასუფთავება და მოსახლეობის ნარჩენების გატანა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებაა და ამას ისინი განახორციელებენ. ანუ დავით რომ ნაგავსაყრელები არსებობს ქალაქებში? არსებობს ქაოტური ნაგავსაყრელები, რომელიც არც შემოღობილია, იქ არც არანაირი პირობები არ არსებობს. საქონელი და ადამიანები თავისუფლად აღწევენ ნაგავსაყრელების ტერიტორიაზე, ხშირად არის იქ ეპიდემიის საფრთხეები და ასე შემდეგ. ანტისანიტარია რა თქმა უნდა. და როგორ აპირებთ თქვენ ეს ყველაფერი მოაქციოთ რაღაც სქემაში? ჩვენ ახლა ვასრულებთ მომდევნო წლის ამ თვალსაზრისით ბიზნეს გეგმაზე მუშაობას, სადაც ნაგავსაყრელები არის პირველი და მეორე რიგის პრიორიტეტებად დაყოფილი. ყველაზე მსხვილ მუნიციპალიტეტებთან არსებული ნაგავსაყრელები არის პირველი რიგის პრიორიტეტული, სადაც დაიწყება ძალიან სწრაფად სამუშაოები მათ შემოღობასთან, იქ ელემენტარულად ასე ვთქვათ, დაცვით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რომ თავისუფლად არ მოხდეს იქ შეხება. გადამუშავება ცოტა
დროსთან, ფუფუნებასთან, ანუ ფინანსურ სახსრებთან და ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე ჩვენ მდგევართ ესეთი პირველი რიგის ხანძრით ჩაქრობის საჭიროების წინაშე, რითაც ვიწყებთ და დამატებით ვიმუშავებთ. ძალიან ინტენსიურად მუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ამ თვალსაზრისით და სხვადასხვა ქვეყნებთან, რომელთაც ამის გამოცდილება გააჩნიათ განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებთან. მონიტორინგის თემა თქვენ ახსენეთ, აუდიტის სამსახური შეიქმნა. არსებობდა აუდიტის სამსახური, უბრალოდ გავაძლიერეთ. გარდა ამ აუდიტის სამსახურისა, როგორი იქნება სხვა კუთხით მონიტორინგი, ანუ სხვა კუთხით მონიტორინგი არის საზოგადოებრივი მონიტორინგი. ჩვენ ფართოდ გავხსენით კარები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვის და მათი ინტერესის შემთხვევაში ნებისმიერ ინფორმაციას გავცემთ. დავიწყეთ მოქალაქეებთან შეხვედრები და დავნიშნეთ მოქალაქეებთან შეხვედრის დღე ხუთშაბათობით. ვებგვერდებზე მაქსიმალურად გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას. დღე ისე არ გავაროთ ჩვენს ვებგვერდზე და Facebook-ზე არ გამოქვეყნდეს ინფორმაცია ჩატარებული შეხვედრების შესახებ, მიღწეული შეთანხმებების შესახებ და ასე შემდეგ, რომ ამითაც გამჭვირვალობა იქნება. მოქალაქეები რამდენად მოდიან ურთიერთობაზე, ანუ თქვენთან გამოაცხადეთ ხუთშაბათი მოქალაქეების დღე. ანუ არის კომუნიკაციის სურვილი მათი მხრიდან, როგორც წესი არის კომუნიკაციის სურვილი, რა თქმა უნდა, ბევრი სხვადასხვა საჭიროებები გააჩნიათ ამ მოქალაქეებს. ზოგი არის ჩვენი კომპეტენცია და ჩვენ უმარტავთ მათ თუ რა მიმართულებით რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ ის, რაც არის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება ვამისამართებთ შესაბამისად ადგილობრივ თვითმმართველობებში და ასე შემდეგ. გასაგებია, კიდევ ერთი კითხვა მექნება ამჯერად უკვე აჭარასთან დაკავშირებით. აჭარაც თქვენ დაქვემდებარებაში შემოდის, როგორც მე ვიცი, ხო? არა, აჭარა დაქვემდებარებაში არა, უბრალოდ აჭარაში ჩვენ ცალკეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ. ითქვა, რომ გარკვეული პროექტები აჭარაშიც შეჩერდა. ესეც მე არ მინდა კიდე დავუვიდე და კიდევ ერთხელ გავაკეთო, ასე ვთქვათ, აქცენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე, მაგრამ მან ცალსახად განაცხადა, რომ ნეტავ მოესწრო ნაციონალურ მოძრაობას ამ გზის დაგებაც, ასეთი ტექსტი ჰქონდა. ანუ რაიმე სახის ტაქსისტის ისტორია მოვისმინეთ ჩვენც აჭარას რაც შეეხება, აჭარაში ჩვენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ გზებთან, ხიდებთან, დაგვირაბებთან დაკავშირებით, ანუ ის რაც ჩვენი უფლებამოსილებაა. რაც შეეხება აჭარის როგორც საკურორტო ტერიტორიის განვითარებას, იქ ადრეც არ მონაწილეობდა ჩვენი სამინისტრო და ჩვენი სამინისტროს ქვემდებარე საკითხი არ არის, მაგრამ იყო ცალკეული პროექტები ჩვენთანაც ჩანს, ის რაც ჩვენი მიმართულებით იყო, რომ იყო ინიცირებული ისე რომ მე ამის დაფინანსების წყარო არ ჩანდა, ანუ როგორც ჩანს იყო იმის იმედად, რომ სადღაც ოდესღაც ვიღაც ინვესტორი გამოჩნდებოდა ან ასე შემდეგ. მაგალითად 32 მილიონის თემა მქონდა ჩვენ სხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაოებზე ზაფხულის განმავლობაში, ანუ წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობამ გამოსცა განკარგულებები და პირდაპირი მოლაპარაკების გზით ცალკეულ კომპანიებს დაუდეს ხელშეკრულებები 32 მილიონი ლარის გზებ-საგზაო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. რაც კანონთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, იმიტომ რომ შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით პირდაპირ მაშინ შეიძლება კომპანიას დაუდო ხელშეკრულება, როცა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს, გზების დაგება ერთწლიან პერიოდში არ არის გადაუდებელი აუცილებლობა და მეორე მხრივ ეს ვალდებულება ისე აიღეს, რომ ბიუჯეტში შესაბამისი ფული გათვალისწინებული არ ყოფილა. ამიტომ ესეთი პროექტები იყო ძალიან ბევრი ინიცირებული, ძალიან ბევრ თვითმმართველობაში დღეს რო ჩახვიდეთ, გადაათხრილია გზები და ახლა ისინი ითხოვენ ცენტრალური ხელისუფლებისგან, რომ მან დაუგოს იქ გზა. იმიტომ რომ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყეს რაღაცა სამუშაოები, გაჩნდა იქ ტრაქტორები და ასე შემდეგ, ფუსფუსი იმისათვის, რომ დაენახა ამ მომრჩეველს, სიტყვას მუშაობდა ხელისუფლება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამის უკან ფული არ იდგა. გასაგებია ბატონ დავით და ბოლო კითხვა მექნება. ამიტომაც მენეჯმენტი პროექტებისა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ 2013 წლის გეგმაზე როცა ვისაუბრეთ დღეს თქვით თუ როგორ ვაპირებთ ჩვენ პროექტების მენეჯმენტის განხორციელება. შესაბამისი გეოინფორმაციული სისტემა იქნება შემუშავებული, სხვადასხვა სამსახურები იქნებიან ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში და ასე ვთქვათ იქნება პროექტების განხორციელების წესრიგი. ბოლო კითხვა მექნება კახეთთან დაკავშირებით. ხომ არ გაირკვა ეს ალბათ კახელებს ძალიან აინტერესებთ ეს აღდგენითი სამუშაოები, ასევე კომპენსაციების გაცემის საკითხი. თქვენ სისტემატურად გაქვთ ხოლმე შეხვედრები? ანუ ამ მიმართულებით ხომ არ არის რაიმე? კახეთთან დაკავშირებით
გამოვლინდა რომ დაახლოებით 900-მდე სახლი 895 სახლი დამატებით იყო გადასახური და შესაკეთებელი, რაც ჩვენ სოფელ ვიარეთ და გამოვავლინეთ. იქ ამჟამად მიმდინარეობს გადახურვასთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოები. ვნახეთ წინა პერიოდში ნაჩქარევად გადახურული სახლები, სადაც დამატებით წყალი ჩავიდა და ასე ვთქვათ, შესაბამის კომპანიებს, რომლებმაც ეს თავის დროზე გადახურეს, მივაწოდეთ ინფორმაცია და მათ დამატებით იმუშავეს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ანუ პირველი ეტაპის სამუშაოები, რაც შეეხებოდა სახურავებთან დაკავშირებულ თემას, ნელ-ნელა მიდის უკვე ბოლოსკენ, ანუ ფინალისკენ, რაც შეეხება მეორე ეტაპის სამუშაოებს, ანუ დამატებითი არაინფრასტრუქტურული ზიანის აღწერას, ამაზე დღესაც მიმდინარეობს იქ დამატებითი მუშაობა, შემოსული ინფორმაციის ანალიზი ხდება, დამატებითი კითხვარების შევსება ხდება, ამაზეც მოამზადებთ ინფორმაციას, წარმოადგენთ მთავრობაზე და შემდეგ იქნება უკვე მსჯელობა და გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გავაკეთოთ. კახეთის აღდგენის სამუშაოების რაც პირველ ეტაპთან დაკავშირებით, ამას ხელისუფლება პირნათლად გასაგებებს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, რომ მობრძანდით და იყავით დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. გისურვებთ წარმატებებს 2012 წლის შედეგებს ალბათ საზოგადოებაც შეაჯამებს, თუ როგორი იყო თქვენი საქმიანობა და ამის ანალიზს ხვები გააკეთებენ. რაც შეეხება 2013 წელს, გისურვებთ წარმატებებს იმ პროექტების განხორციელებაში, რომელსაც გეგმავთ. ახლა კი გადაცემაში რეკლამის თვა.